მინდა იცოდე როგორ შეაჩეროთ მის ცონა და გაიმაგროთ მის ძირები სახლის პირობებში. ეხლა ისეთი მაგარი რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ, რომელსაც ნებისმიერი გააკეთებთ სახლში და არის საოცარი რეცეპტი. ეს რეცეპტი გამიზიარა ერთმა გოგონამ, მეგობრებო, რომელსაც აქვს უსქელესი, უგრძელესი და უჯანსაღესი თმა და მითხრა, რომ ჩვეულებრივ შამპუნებს იყენებს ყოველთვის. უბრალოდ აი ამ მეთოდს მიმართავს კვირაში ორჯერ და მართლა შოკში ვიყავი, ისეთი მაგარი თმა აქვს და ვთხოვე რომ გაეზიარებინა რეცეპტი და რა თქმა უნდა მე თქვენ გაგიზიარებთ, არანაირი რეკლამა რა თქმა უნდა. ეს არის სახლის პირობებში მოსამზადებელი მასა. მოკლედ დავიწყოთ რა, მეც გავაკეთე ეხა დღეს და აი, ძალიან გაფუმფულებული მაქვს თმა მოკლედ და მომეწონა ჯერ მე დავტესტე რა თქმა უნდა, რამე ისე თუდად ხო არ რჩება, წებოვანი ხო არ რჩება და ასე შემდეგ, არის ფანტასტიკური. მოკლედ 2 ცალი ლიმონი გაწურეთ, კარგად გაწურეთ 2 ცალი ლიმონი. ამ 2 ცალ ლიმონს დაამატეთ 2 კვერცხის გული, რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი, ნებისმიერი ზეთი მცენარეული, რაც მოგეპოვებათ სახლში. მე აბუსალათინის ზეთი დავამატე და მე თუ მკითხავთ ალბათ აბუსალათინის ან როზმარინის ზეთი ჯობია და ბევრი სხვა ზეთებიც არსებობს ძალიან კარგი და რაც თქვენ გაქვთ და ეს მასა კარგად ათქვიფეთ მოკლედ და შეიზილეთ სველ თმაზე რა დაისველეთ თმა კარგად და შეიზილეთ მოკლედ დაიწყეთ თმის ძირებიდან კარგად ეს დაიმასაჟეთ კარგად შეიზილეთ და შემდეგ უკვე ეს მასა გადმოიტანეთ თმის ბოლოებზე რა და კარგად აი ამ მასით გააჟღინთათ თქვენი თმა რა თქმა მიზირიდან ბოლოებამდე. ხო და შემდეგ დააყოვნეთ 10 წუთის განმავლობაში, მე ესე გავაკეთე, 10-15 წუთი ვაყოვნებო ამ გოგონამ. 10 წუთის განმავლობაში დააყოვნეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. და თბილი წყლით რო ჩამოვიბანო, შემდეგ უკვე ვიბან ბავშვის შამპუნითო, არ ვიცი. თუ გაქვთ ბავშვის შამპუნი გამოიყენეთ, თუ არა და ჩვეულებრივი შამპუნიც შეიძლება სავარაუდოდ. უბრალოდ ბავშვის შამპუნით ვიბან ხოლმეო რა ამ პროცედურის შემდეგ თმასო. და მხოლოდ კვირაში ორჯერ. ყველა შეგვიძლია ეს გავაკეთოთ რა. არსებობს რა თქმა უნდა საშუალებები თმის ძირების და ფოლიკულის აღსადგენად და გასამაგრებლად და ასე ძალიან ბევრი შამპუნები და გიზიარებთ ხოლმე. მეც რა თქმა უნდა მაქვს იდეალური შამპუნები რაც მომწონს და იმასაც გიზიარებ. უბრალოდ ყველას შეიძლება არ აქვს საშუალება და შესაძლებლობა რომ შეიძინოს ის არაბიუჯეტური შამპუნები, მაგალითად თუნდაც ზეთები, თუნდაც ნიღბები და უნდა რომ სახლის პირობებში გაიჯანსაღოსმა და ამ გოგონას საოცარი თმა აქვს ვინც გამიზიარა მოკლედ და სცადეთ. აბა წარმატებები.